ესე იგი, ჯერ კიდე 20-20-ში, ანუ 5 წელი გავიდა იმის მერე, ჩემო კარგო ხალხო, აი ამ ადგილას ყოფილ საავადმყოფოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე კამპანიის დროს გავაკეთე შეთავაზება, რომ გაკეთებულიყო ახალგაზრდობის ცენტრი. გემახსოვრებათ მაშინდელ ჩემს მხარდამჭერებს, რომ მქონდა ეგეთი პოლიტიკური წინადადება, როგორც არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომ ყველა უბანში გაკეთებულიყო ადგილი, სადაც მოვიდოდნენ, ისწავლიდნენ, სპორტით დაკავდებოდნენ ახალგაზრდები. გამარჯობა. აი შეხედეთ ახლა, ის უპატრონობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში, აქ ჩანს ძალიან კარგად. 5 წელი გავიდა იმის მერე და ზუსტად ისეთივე ანტისანიტარია და ნაგავსაყრელია. ის უპატრონობა, მიგდებულობა და მიუხედავობა, რო არ ცალია კორუმპირებულ დაჯგუფებას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ახალგაზრდობისთვის ამ შენობაში, აი ყოველდღე ხალხი უვლის გვერდს და ძალიან კარგად ჩანს. შეგახსენებ, 1/3 ჩვენი ახალგაზრდობისა არც სწავლობს და არც მუშაობს. აი ასეთი ცენტრები მაგათთვის იქნებოდა ზედგამოწვეული, მაგრამ ქვეყანა უპატრონოა, სამწუხაროდ. დროებით